მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. მამაკაცის, რა ხდება მამაკაცის ოჯახში, რა ხდება მის ცხოვრებაში, გულში, სიყვარულში და ნახოთ რა იქნება, რას გვეტყვის ყავა და ტარო. ჩაიფიქრეთ თქვენი მამაკაცი. სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, არ ინანებთ, პირიქით გამოისწორებთ ცხოვრებას, ახალი გამომწერები მეკითხებიან, ორ სიტყვით დროს არ წაგართმევთ ბევრს, რომ აი ეს თუ რამე გაინტერესებთ, როგორ რა ხდება და რანაირად, ჩემი ნომერია 595 53 47 57. WhatsApp-ზე, Viber-ზე მომწერეთ და არ დარეკოთ, მომწერეთ და ყველაფერში დაგაკვალიანებთ. ოღონდ მოკლე ტექსტებით, რომ მე ძირითადად სულ მუშაობ და SMS-ების დრო არ მაქვს. ან გამოსასყიდზე მეკითხებიან, ან ისა, მე არ მირიცხავთ, ეგ თქვენს თავს ურიცხავთ, თქვენ ენერგეტიკას ცვლით ჩემთან და სამყაროსთან, ხო? რა თქმა უნდა, მაღაზიაში რო შეხვიდე, უფულოდ არავინ არაფერს არ მოგცემს, პურსაც ვერ იყიდი, ხო? ასანცაც ვერ იყიდი, აი ეგ თემაა. კარგით, დავიწყოთ მამაკაცი. მისი ცხოვრებაში რა ხდება? იცით რა არის? ან შორს არის, ან მოძრაობაშია, კალესნიცა, ბედის ბორბალი, ცვლილებები აქვს ცხოვრებაში, შეიძლება პატარა გაურკვევლობაშიც არის, არ გამოვრიცხავ, რომ ესე იგი მაგიურ ზემოქმედებაშიც იყოს, ვერ გაუგია გეზი საით აიღოს. ნუ ორი მხარეა, ხო? აქ თეთრი და შავი ცხენია, ხო? ნუ თავში აქვს მენტალზე არეულობა, ასე ვთქვათ, რო ღამდება, აი სიბნელეში რო გადადის დრო, მისი თავი ირევა, აი თვითონაც ვერ გაუგია რა ხდება, ასე მეუბნებიან. ზურგზე ეს რაღაცა პატარა ტკივილები აქვს, ან სიმძიმეებს ეწეოდა, ან ეწევა, შეიძლება ძველი ტრავმაც არის, არ გამოვრიცხავ. იცით რა არის? რამდენჯერ სცადა, რომ წინ წავიდეს ცხოვრებაში, რაღაცებმა და ვიღაც შურიანებმა, ასე ვთქვათ, ეს უკან დაახევინეს გზა, უკან ბორბლები უკან დაუწიეს, მიხვდით ხო? და ვერ გაუგია რა ხდება. კი, ხო თქვია რა, აი, ჩემი სიტყვა ჯერ ვამბობ ხოლმე და კარტი მერე ამოდის ტარო უყურეთ. მაგიური დარტყმები მიმდინარეობს მის ცხოვრებაში, აი ეს ხდება მაგიური დარტყმები. აქ ქალი მუშაობს მაგაზე, ან შეუკვეთეს და თვითონ ისევ ქალი მუშაობს მაგაზე. გასაგებია. აბა მივშველიოთ ახლა ცოტა ხანია ესე. რა ხდება? ნუ სანამ აი უყურეთ, მიიქცია ყურადღება, აი ნახეთ თვითონ რო ვთქვი, აი მაგიურის, აი ეს რაღაცა უყურეთ, აი ეს თასსაც გავს, რო არ დაიწყოს, რაც ესე იგი სითბო, სიყვარული, ახალი საქმეები, ახალი დაწყება, რომ აი წარმატებას რომ მიაღწევს, მერე უკვე უყურეთ როგორ არის, აი ეს რაღაცა, ნახეთ როგორაა გაბერილი, შემოფარგლულია მისი ცხოვრება, ნახეთ აქ უყურეთ, ემიასოც არის და არის რუნა გენაცვარე, ეს არის მაგიური რუნები, აქაც ამოდის პუასო, ლათინური პუასო ამოდის და აი აქ უყურეთ, ხელი აწეული აქვს მამაკაცს, უყურეთ,
უყურეთ, ხელი აქვს აწეული და არ აძლევს საშუალებას, რომ ესე იგი, აი ვიღაცა იმაშვრება რა, აი ესე აჩერებს, მიხვდით ხო? ვიღაცა კი არა, რაღაცაც აჩერებს აქ. რა ხდება მის ცხოვრებაში, წრეზე დადის, ეს მე ვიტყვი, რომ აქ ძალიან დიდი ხეც ამოვიდა, ეს არის წინაპრული, რადავე კანალს რო ვიძახი ხოლმე, წინაპრული სიტუაცია, წინაპრები შეიძლება უშლიან ხელს, შეიძლება რაღაცა კარმულია და უნდა გაიაროს ეს კარმული ცხოვრება, მიხვდით ხო? მთლად ეხლა რო ვთქვა, რომ იცი რა, კურდღელი აი შეშინებულია, ან შიში ჩაუდეს, რაღაცა სიტუაციიდან აქ არის ქალი ამოვიდა, ისევ დაფიქსირდა, აი უყურეთ, ქალი ამოვიდა მუქთმიანი, მაღალი ყელით, წვრილი ტანით, ნუ შეიძლება ეხლა ძალიან გამოძერწილი არ იყოს, მაგრამ 100 კილო არ არის, უყურეთ, ბუსჰალტერი აცვია და ფეხი მანქანა, აქ ან ზღვის მხარე ქვეყანა, ზღვა სადაც არის წყალი, ან სეზონზე, ზაფხულის სეზონზე გაიცნო, ან იქ გაიცნო, შეიძლება მამაკაცი აქ ეხლა კალესნიცა ის არის, რომ მოძრაობს, ხო? შეიძლება ისეთი სამსახური აქვს, რომ გასვლები რო აქვთ სამსახურში, დასვენებებს რო აძლევენ, ხო? მიხვდით ხო? და აი აქ გაიცნო ეს ადამიანი, ეს მანდილოსანი და გაუკეთა კიდეც ეს რაღაცა, იმიტომ რომ მობმული აქვს აი ბორბლებზე, გაცნობიდან, აი ეგ დაეწყო, ეს არეულობა დაეწყო, ესე ამბობენ. აბა ვნახოთ ეხლა, ოხოხო, აი ნახეთ თქვენ თვითონ რეები ხდება. ოპა, ნახეთ. კი, აი უყურეთ, წარსულიდან მოდის, ხედავთ, აი წარსულიდან მოდის, აქაც ფეხია, ნახეთ, ფეხზეა რაღაცა ბოქლომი დადებული მის ცხოვრებაზე, უყურეთ და ეს ყურში რო პატარა ნაუშნიკს იკეთებენ ხოლმე ტელეფონს, იმას გავს. და ასევე წერტილია დასმული, შეიძლება ფლირტი ქონდა ამ ადამიანთან, იმ ქალბატონთან და მერე აღარ განვითარდა ურთიერთობა, მერე განშორება, გრძელი გზა აქ ნაჩვენები, გრძელი და როგორ იცით, აი, ნუ შური იძია, მიბმა გააკეთა ამ ქალმა, ესე ვთქვათ, თქვენს მამაკაცზე, ან თქვენს შვილზე, მიხვდით ხო? მე ხა მამაკაცზე საუბრობ ამ გაშლაზე და ყავაში. დიდი გაურკვევლობა ამოვიდა, დიდი იქსიანია, 3 დრო ამოვიდა, ან 3 დროში დაეწყო ეს მის მერე, 3 თვეში, 3 რიცხვიდან, 3 დღის მერე არ გამოვრიცხავიცით, იმიტომ რომ აი აქ პირდაპირ მამაკაცის ორგანო ამოდის, კი, პრივაროტია გაკეთებული, სასიყვარულო, ბასო ამოდის, პაპუნა წერია კიდე. წარმატებებს რო არ მიაღწიოს, სიყვარულში ჩაკეტვა ამოდის, ესე იგი, რომ წინ არ წავიდეს, ახალი ამბებია, ეს ჩიტები კი დაფრინავენ ამ მამაკაცის თავზე ინფორმაციები, მაგრამ ეს ინფორმაციები ტყუილია ყველაფერი, მიხვდით ხო? აი პუსტაში რო წავიდეს ყველაფერი მის ცხოვრებაში. ნუ შეგნით ახლა აქ როგორც ვთქვი მე, რაღაცას უჭერავს მეთქი, აი ნახეთ რაღაცა დემონს უჭირავს, ეს არის სტრაჟნიკი, რომელიც აკონტროლებს მის ცხოვრებას, აი აქაც ამოვიდა რამხელა გაბერილი, უყურეთ, აი აქ ნახეთ გახსნილი გზებისკენ არ უშვებს, რომ გადაადგილდეს, რომ წინ წავიდეს მისი ცხოვრება, არ უშვებს. ხა ნაძვი არის ფული, სიმდიდრე, შემოსავალი, სიუხვე, ელემენტარული კარგი საკვები, კარგი ჩასაცმელი, მიხვდით ხო? რაც ფულით შეიძლება იყიდო ადამიანმა, ნუ პირდაპირ კლიტია, ენაზეა გაკეთებული, აქ არის ცხოველის ენაზე, ძროხის ენაზეა გაკეთებული ჯადო, რომ ენა ჩაიგდოს, რომ ვერ შეეწინააღმდეგოს, მიხვდით ხო? ვერ შეეწინააღმდეგოს და ესეთი სუშნასწიაზის ზევით თავზე, აი ეს არის, აი
პარაზიტივით აზის და ვერ ილაპარაკოს, ვერ გადმოსცეს ის შეიძლება ის აზრი ვერ გადმოსცეს, რაც ესე იგი რეალიზებაში ვერ მოიყვანოს თავისი ჩანაფიქრები. კარგით, აბა ეხა ესე გავაგრძელოთ, ეს გასაგებია რომ ნახეთ მაგიაა გაკეთებული. ნახოთ აბა ეს მის ცხოვრებაში, მის ოჯახში რა ხდება, აბა მამაკაცის ოჯახში რა ხდება. უყურეთ, ყველა გავასწორე და ამობრუნებული ორიანი ხმლები. ნუ ეს რას ნიშნავს? ჯერ წაღმაორიანი ხმლები ხო არის და ეხა ამობრუნებული რა იქნება, ხო? ხო თქვი X-ი მეთქი, ყველანაირი გაურკვევლობა, ყველაფერში, ჯანმრთელობაში პრობლემების დაწყება, აი ეს ახალი ამბებია, ეს კი დაფრინავენ აქეთ-იქეთ, ნახეთ, დაფრინავენ პატარ-პატარა ახალი კარგი ამბები მოდის, მაგრამ ეს ისხლით არ მოდის მამაკაცამდე, მიხვდით ხო? მის ოჯახში არის დაფრკოლება, ოჯახის წევრებს შორის არის სიცივე, არა მე ვარ მართალი, არა შენ ხარ, არა მე ვარ მართალი, ესეთი თემაა, ჩემი აზრი უფრო სწორია ვიდრე შენი აზრი, ყველაფერში გაურკვევლობა ამოდის აბსოლუტურად ყველაფერში და თან ცივ ბეტონზე ზის, იცით? ესე იგი საფლავის ქვაზეა საფლავის ქვაზეა დაჯენილი, მიხვდით ხო? თვალები აუხვიეს, ესე იგი პორჩა თვალებზეც კეთდება, თვალებს შიგნით და თვალების უკან ესეთი ინფორმაცია მომდის, სამყაროსგან ჩაკეტილია თვითონ, არაფრის და არავისი სურვილი არ არის, ეს ხელები კიდე ნახეთ იგივე გულია, ჩემო კარგებო, ეს სიძლიერე თმაც კიდე ხო? ანუ ძალა აქ დაკარგული, ისევ წინაპრული ხაზი მოქმედებს. ამას უკეთებს ჩაკეტვა არა მარტო იმ გოგოდან არის ნათესავებიდან, მის ოჯახში, ნათესავებიდან. მის ოჯახში არის ნათესავებიდან ჩაკეტვა. აბა რას გვეტყვის ოჯახში, ახლა ოჯახში, აი გამივარდა. ესე იგი ნამდვილად ასეა, სასწრაფოდ მოსაგვარებელია ეს თემა, წმენდებია გასაკეთებელი. ნუ ნაძვზე შევჩერდი, ნაძვი ხო, ნაძვი. აი აქაც არის ესე იგი დაბრკოლებები, თვითონ ვერ ხედავს, იმიტომ რომ ორიან ხმლებში ხო თვალები აქ ახვეული, სხვა იყენებს ამ თქვენი მამაკაცის, ან ნუ ამ ბიჭის რა, აქ შვილი, მამაკაცი და ასე შემდეგ, შეყვარებული ქმარი. აქ კლასო ამოუვიდა ნაძვს, ან კლასოზეა გაკეთებული, ან კლასო იყენებს მის იდეებს, ძმაკაცი შეიძლება ვთქვათ, მიხვდით ხო? და არ გამოვრიცხავ, რომ აქ მარტო გოგო კი არ იყო ჩარეული, აქ არის ესე იგი, აქ უკვე ოჯახური წევრები არიან და შეიძლება განმეორდები ან თვითონ არის, ან კიდე ნათესავი ოჯახის წევრია, ესეთი თემაა მაგის, ესე იგი, გადაბირება მიდის თავისი ბიზნესის, თავისი საქმიანობის, თავისი შემოსავლების, აი აქ ვერტალიოტი, რომელიღაცა პროცენტი ენა ვისებნება, ენა ნერვულ ფონზე, ესეც ნეგატივია ჩადებული, აი ამ ნაძვს, აი ესე ქალი დოინჯით ადგას, იგივე მაღალი გამხდარი ქალი ამოდის, ეს ან სულია მიბჯენილი და ისეა ნამუშევარი, ან ნამდვილად ესე სიმპათიური ქალი, მაღალი, ნუ იგივე გამხდარი ამოდის დოინჯით ხელში, ესე იგი მოსაცმელი, ესე მოცმავის უყვარს, ესე ჟაკეტების და ესეთი პლედების, იგივე მუქთმიანი, გრძელთმიანი ქალბატონი ამოდის, შეიძლება ოჯახის წევრია, შეიძლება ვინც შემსრულებელია, ხო, ეს ფრენები, ეს ახალი ამბები, ეს სისწრაფე არის ჩაკეტილი აქვს გენაცვალე ჩაკეტილი და აი აქ იმდენი სამკუთხედშია გაყვანილი, აი აქ უყურეთ, იმდენ სამკუთხედშია გაყვანილი, რომ რა ვიცი მე, კარგით, აბა გავაგრძელოთ ტაროზე. მის გულში რა ხდება თქვენი მამაკაცის? სიყვარული.
სიყვარული ხდება მის გულში, არის გაჩაღებული აი ამებს რომ თუ გადავხედავთ, არის ესე იგი რა ურთიერთობაშიც უსიამოვნებები, არ აძლევს საშუალებას ეს ჯადო, რომ ესე იგი რასაც გამოიმუშავებს, ძირითადად ფულზე აქ 7-იან პენტაკლი ხო ამოვიდა და აქ არის გადახდილი ფული, რომ ვერ გამოიმუშაოს პიროვნება. ფული რო არ ექნება, სიყვარულშიც პრობლემები ექნება, ხარვეზები შეიქმნება, არაცდიან არც სიყვარულს და არც სიხარულს, სითბოს რო გამოხატოს, მიხვდით ხო? გასაგებია, გულში თვითონ სიყვარული დაუჯდა, ხედავთ? ძალიან კარგი. აბა ვნახოთ აქ რა ხდება სიყვარულზე. ნუ ბოქლომებზე გული გაშავებული აქვს, აი უყურეთ როგორი გაშავებული აქვს, ჩაკეტვებია გაკეთებული. და იცით როგორ ჯვასოა ან ჭვასოა ესეთი სიტუაცია ამოვიდა და კითხვის ნიშანია დიდი გაურკვევლობაშია. აქ არის სანთელზეა ნამუშევარი, სულ რუნებზეა გოგოებო ნამუშევარი, რუნებზე და დაჩქარებულია ეს პროცესი, დაჩქარებული, იმიტომ არ აძლევენ, იმიტომ არ შეუძლია ან სიყვარულის გამოხატვა, აი სისასრულეში ცხრიანში უყურეთ, ახლო მომავალი ნახეთ როგორ არის. უნდა გაიწმინდოს ეს სიტუაცია, 7-იანი იგივე ცული არის ხო? უნდა მოიცელოს ეს, უნდა ჩაიჩეხოს ეს სიტუაცია, რომ გამოვიდეს და ან კონტაქტზე გამოვიდეს, მიხვდით ხო? თუ დაიკარგა ეს მამაკაცი თქვენგან. აბა ვნახოთ ახლა მის პირადად სიყვარულში, აქ გულში პირადად სიყვარული დაუჯდა და ეხლა გულში ვკითხოთ, აბა რა არის მამაკაცის გულში, სიყვარულში. ეს გულში სიყვარული დაჯდა. და სიყვარულში თვითონ ამოვიდა, ხო თქვი მამაკაცი არის ძლიერი მამაკაცი, არის პოტენციალი აქვს ყველაფერში, გამომუშავებაში, აზროვნებაში, ჯანმრთელობაში, ბრწყინავს, ჩანს, მიხვდით ხო, ლიდერობს და აი ეს ყველაფერი, აი ეს რაც მე აქ ვისაუბრე, აი ამ თქვენ მამაკაცს, ესე იგი სამყარო ნახეთ როგორ საუბრობს, თავისი ბედის ბორბალით, ესე იგი ათამაშებენ როგორც უნდათ და გასახანს არ აძლევენ. აბა რა შეიძლება რომ გაკეთდეს? რა შეიძლება რომ გაკეთდეს, რომ გამოიწიოს ეს მამაკაცი? ვკითხოთ სამყაროს, აბა ვკითხოთ. ნუ ხო გითხარით არა, ცხრიანი ხმლები არ არის კარგად საქმე თქვენი სიტუაციაში, დიდი ჩარევებია, მამაკაცი გაჩერებულია, თქვენი სიყვარული გაჩერებულია, ან უკვე გაჩერდება ნელ-ნელა, იმიტომ რომ აქ ჩარეულია, აქ ბევრს ბრძოლა გიწევთ, გაწმინდავთ ურთიერთობას, ან მიაკითხავთ ტაროლოგს, ან რაღაცა ვიღაცას და მერე ისევ დაიწყება, იმიტომ რომ ან თვითონ არ არის სრულად კარგად შესრულებული, ვისაც მიაკითხავთ სიტყვაზე, ხო? დღეს არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მეუბნებიან ნინია, აი 250 ლარი გადავუხადე და დამბლოკა, აი ესა და ისა. ნუ მეუნებით, ნუ მწერთ, მე ყველას თავისი საქმიანობა აქვს, ეგ იმათ მიაკითხეთ, მე რა გიშველოთ, ხო? მე არავის არ ბლოკავ და არავის არ ვატყუებ. ხო, და ჩემი ფასებიც ძალიან დაბალია და მე იქ რო დახარჯავთ ხოლმე 800 ევროებს და რაღაცა, აქ დამჭირდა მე თქმა, რომ ახალმა გამომწერებმაც აზრზე იყოთ. კი, ნამდვილად არიან ბევრი უკვე ინტერნეტი გაივსო მატყუარებით, მაგრამ მე რა გიყოთ ახლა იქ რო თქვენ თვითონ ხო უნდა მიხვდეთ, კი, მესმის რომ გაფუჭებული გაქვთ სიტუაცია, განწარებულია ბევრი აქ, მაგრამ აი აქ ხედავ რომ აქ
ძალიან დიდ ავადმყოფობაზეა დადებული არა მარტო სიყვარული, აქ უფრო გულის ჩაკრა და უკვე ყველაფერია ჩათრეული, ჩემო კარგებო, უნიათობა, რო არ იმოძრაოს ადამიანმა, იზოლაციაზე აღარ ვსაუბრობ, არაფერი რო არ მოუნდეს, ან სახლიდან ვერ გავიდეს, ან სახლში ვერ შემოვიდეს, აი მიბჯენა, ავადმყოფობა, ტკივილი და ტკივილიც კი ამოდის, ტკივილიც რა და უნდა გაიწმინდოს ეს სიტუაცია, ეს დარიგება ამოდის, ჩემო კარგებო. ეხლა როგორ გითხრათ, რომ აი აქ კიდე რა დავინახო, აქ არაფერი აღარ არის ისეთი, რომ ვთქვა, ხო? მოკლედ დააკვირდით, ვის რას უყურებთ, როგორ უყურებთ, ვის მიმართავთ, როგორ მიმართავთ. ინტუიცია ყველა ადამიანს აქვს და მოჩქარეს მოუგვიანდაო, ხო ხდებით არა? აი ბატონო მომწერეთ მე, გელოდებით დიაგნოსტიკაზე მე არავის არ ვემალები, არ ვიტყუები, საჯაროდ ვაცხადებ ხოლმე ყველაფერს ჩემს საკუთარ არხზე, ვისაც არ მოწონს გაიხუროს კარები, ჩემი არხიდან წავიდეს და გამოეწეროს, თქვენი უაზრო არაფრის თქვენი კომენტარები მე ნერვებს არ მიშლის, ვეღარ მიხვდით მტრებო და გამოისწორეთ ცხოვრება, მომწერეთ WhatsApp-ზე, Viber-ზე და გეტყვით როგორ უნდა დამიკავშირდეთ. მოკლედ თქვენთან იყო ნინია, მოიწონეთ არხი, ლაიქი დაწერეთ, მგონი რომ არაფერს არ ნიშნავს და ხელი არავის არ ეტკინება ლაიქი მოწონება, იმიტომ რომ ბევრი ნახვებია ძალიან და მოწონება არის ცოტა. მომავალ შეხვედრამდე